უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაშიფრულია უნგრეთის ჯაშუშური ქსელი და დაკავებულია მისი ხელმძღვანელი უნგრეთის დაზვერვის ოფიცერი ზოლტან ანდრეი და გამოძიების ვერსიით ზოლტან ანდრეის რუსეთისთვის სასარგებლო საქმიანობისთვის უკრაინაში ყავდა დაქირავებული სხვადასხვა პირი და მათი მეშვეობით რუსეთს აწვდიდა ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის ძალების გადაადგილების და მათი ადგილსამყოფელის შესახებ. რატომ არის ეს ინფორმაცია ჩვენთვის საინტერესო? უკრაინის დაზვერვა ასევე ადგენს, რომ ეს უკრაინისთვის საწინააღმდეგო და დივერსიული საქმიანობა უნგრეთის მოქალაქემ 2021 წელს დაიწყო, თუმცა მანამდე ის საქართველოში დიპლომატიურ მისიას წარმოადგენდა 2016-დან 20 წლამდე და უკრაინის დაზვერვა ამბობს, რომ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის საფარქვეში საქართველოში ახორციელებდა სადაზვერვო საქმიანობას და დაზვერვა ავრცელებს ასევე ფოტოებს, რომელიც სწორედ ამ პერიოდში გამართულ ღონისძიებებს ასახავს და ამ ღონისძიებებს ზოლტან ანდრეი ესწრებოდა ასევე საქართველოში სხვა ელჩებთან ერთად და თავადაც იყო წარმოდგენილი როგორც დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი. რუსეთისთვის სასარგებლო საქმიანობაში მხილებულია უნგრეთის მთავრობაც, კონკრეტულად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ადანაშაულებენ რუსეთისთვის სასარგებლო საქმიანობაში, უფრო კონკრეტულად კი ევროსაბჭოს შეხვედრების შინაარს ის გავრცელებული ინფორმაციით უყვებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვათა შორის ეს ხდება იმ პერიოდში და იმის პარალელურად, როცა ქართული ოცნების ლიდერები და მაკა ბოჭორიშვილი კონკრეტულად იმყოფება ბუდაპეშტში და ხვდება სწორედ ორბანს და ორბანის მთავრობის მაღალჩინოსნებს. ეს არის საქართველოში პოლიტიკური განხილვის საგანი, რადგან უნგრეთი ერთადერთი მეგობარი სახელმწიფოა ევროკავშირში ქართული ოცნების და ბუნებრივია ეს ოპოზიციისთვის აჩენს ეჭვებს, რამდენად უსაფრთხოა საქართველოს უსაფრთხოება მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლება ემეგობრება მხოლოდ იმ ქვეყანას, რომელიც რუსეთისთვის სასარგებლო საქმიანობაშია მხილებული. არჩევანი ძალიან არასტრატეგიულია ჩემი აზრით და მე ვფიქრობ, რომ ეს მალე დადასტურდება, იმიტომ რომ მათი ერთადერთი მაშველი რგოლი და ერთადერთი მოკავშირე ევროკავშირში ვიქტორ ორბანის სახით უდიდესი ალბათობით დაახლოებით ერთ თვეში დამარცხდება და დაკარგავს ძალაუფლებას და ყველა ბერკეტს მათ შორის დაეხმაროს ივანიშვილის რუსულ დიქტატურას. მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი ბუნებრივია გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგად იცის, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ უნგრელი ჯაშუშების გამოყენებით, არამედ საკუთარი აგენტების გამოყენებით ეწევა პრორუსულ საქმიანობას და თავად ივანიშვილი დასანქცირებულია ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ, იმიტომ, რომ ის რუსულ ინტერესებს ატარებს ქვეყანაში. ეს კიდევ დამატებით, რა თქმა უნდა, ქმნის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის, არა მხოლოდ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, სხვა ტიპის სკანდალებიც, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან, უნგრეთის კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ქართულ ოცნებას არც სუვერენიტეტი ადარდებს ქვეყნის და არც ტერიტორიული მთლიანობა და მხოლოდ პარტიის ინტერესებით გამოდის, რაც ძალაუფლების შენარჩუნებას გულისხმობს. საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხე დღეს დე-ფაქტო ხელისუფალია საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლოუნები, რომლებიც არიან ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. საქართველოში და შესაბამისად უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ ქვეყანაში არაფერი არათუ გამოსწორდება, არამედ პირიქით გაუარესდება, სანამ ჩვენ რეჟიმის დემონტაჟს ვერ მოვახერხებთ ამ ქვეყანაში და დემოკრატიული ალტერნატივით ვერ ჩავანაცვლოთ. დღეს ჩვენ ქართულ ოცნებასთან გვქონდა კითხვა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამდენად სანდოდ ეჩვენება სახელისუფლებო პარტიას უნგრეთის მთავრობა, როგორც პარტნიორი სახელმწიფო და რას ამბობს მათთვის ეს ინფორმაცია. თუმცა სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ უნგრეთი სანდოა, თუმცა სანდო არ არის უკრაინის დაზვერვა და ევროკავშირი, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთისთვის სასარგებლო საქმიანობის გამო და გარდა ამისა, დღეს გია ვოლსკი ცდილობდა გაემართლებინა უნგრეთის მთავრობა. ის ასევე ამბობს, რომ ლავროვს და რუსეთის ხელისუფლებას სხვა სახელმწიფოების ლიდერებით საუბრობენ და ასე გაავლო პარალელი დიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და ჯაშუშურ საქმიანობას შორის დეპუტატმა. ჩვენ არაფერს ისეც არ ვლაპარაკობთ, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, რომელიც შესაძლოა ნებისმიერმა ქვეყანამ, უნგრეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს და ეს არ ეხება მხოლოდ უნგრეთს. არსებობს დიპლომატიური პოლიტიკური ურთიერთობების გარკვეული ჩარჩოები, გარკვეული ტექნიკა,
რომელიც საკმაოდ ინტელექტუალურ ჩვენ საგარეო უწყებას გააჩნია. ასე რომ მაგაზე ნუ შეშინდებით. თქვენ რა იცით, რომ ინფორმაციას არ ატვდის მარტა კოსი იმას, რუსეთის ფედერაციას. არაფერი არ გეცოდინებათ, ჰაერში ყავთ აყვანილი ტაშფანდურით ხვდებით ამ კოსი თუ რამე სიტყვის და კაია კალასი. ამ დროს ორივე ერთის და მეორის პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან. თორე ლავროვს რუბიოც ელაპარაკება და ტრამპი და პუტინიც საუბრობენ ერთმანეთში. ისევე როგორც სი ძინპინი და ტრამპი. მაგრამ ჩვენ არასდროს გვიფიქრია, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების საწინააღმდეგოდ აკეთებს რამეს. სხვათა შორის დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას აქვს კონტაქტები და კავშირი სერგეი ლავროვთან, თუმცა უნგრეთის მთავრობის წევრი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის ევროსაბჭოს შეხვედრების შინაარსს უყვებოდა რუს მაღალჩინოსანს და როგორც ჩანს, ეს არ არის დისკომფორტის შემცველი ხელისუფლებისთვის, რადგან რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძე სტუმრობდა ბუდაპეშტს და ახლა ამ წუთებში იქ მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის დაზვერვა კი უნგრეთის დაზვერვის ოფიცერზე საქართველოს კონტექსტში ყვება მხოლოდ ამას, რომ 2016-დან 20 წლამდე ის სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდა საქართველოში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის საფარქვეშ, თუმცა დამატებითი ცნობები თუ რას აკეთებდა ან რა ინფორმაცია გაჰქონდა მას თბილისიდან რუსეთისკენ, ეს არ არის ცნობილი და შესაბამისად უფრო მეტი ინფორმაცია ამის შესახებ არ ვიცით. უკრაინის დაზვერვა ამბობს, რომ ის მუშაობს იმისთვის, რომ ამ ჯაშუშური ქსელის სხვა წევრებიც გამოავლინოს. პირდაპირ ეთერში რუსუდან დუმბაძე საუბრობდა.